შენთვის მესიჯია სამყაროსგან, ასე რომ ყურადღებით მისმენთ და მიიღეთ. ეს ძალიან საჭირო ინფორმაცია. აქ ვიღაცის ემოციური მდგომარეობა ძალიან დიდ ჩარჩოებში არის მოქცეული, შეიძლება წარსული ტრამვიდან გამომდინარე ახლა ძალიან გიჭირდეთ ემოციების გამოხატვა, ადამიანების მიმართ ნდობა. აქ ასევე იკვეთება საკუთარ თავში ჩაკეტილობა, თითქოს ურთიერთობების სურვილიც აღარ გვაქვს, აი ვზივართ და ველოდებით ვინ მოვა ჩვენს ცხოვრებაში, აი ვინც ღმერთს უნდა ის აუცილებლად მოვა. ესეთი მიდგომა დავინახე აქ ყოველ შემთხვევაში. თუმცა ამის მიუხედავად თქვენთან მოდის ძალიან სწრაფად ახალი ამბავი. რას ეხება ეს ახალი ამბავი? კონკრეტული სიტუაცია უნდა დასრულდეს იმისთვის, რომ დაიწყოს რაღაც ახალი, რაღაც ამაღელვებელი და გაცილებით უკეთესი ვიდრე აი ეს სიტუაცია. დამიწერეთ კომენტარებში თქვენს თავს რა პროცესი მიმდინარეობს ახლა, იმიტომ რომ ეს პროცესი აუცილებლად ძალიან მალე დასრულდება. იმედი მაქვს, რომ ეს ისედაც მოსალოდნელია და ეს კარგი ცვლილების მომტანი იქნება. რას ვეხებით აი აქ ისევ განმეორდა ჩემო კარგებო. შეიძლება კონკრეტულ ადამიანთან გაერთიანება დასრულდეს, თანაც ისე რომ მოკლედ ახორციელების შანსიც აღარ დაუტოვოთ ამ ყველაფერს, ხო? მაგრამ რაღაცა უნდა დასრულდეს იმისათვის, რომ რაღაცა დაიწყოს. რაღაც ახალი, ეს არის ახალი ამბავი, რუიანების კვერთხები, ძალიან ყურადღებით, ძალიან მალე მოდის თქვენს რეალობაში ახალი ამბავი. სრულდება თქვენი უმოქმედობის მდგომარეობა, როდესაც თქვენ ჩაკეტილ წრეში იყავით, ვერ გაგეგოთ, საით წახვიდეთ, რა იმოქმედოთ, რა მიმართულებით მიმართოთ თქვენი ძალები და გამოსავლის პოვნა იყო შეუძლებელი. ხო, აი დააკვირდით ძალიან კარგად ეს მოცემულობები სრულდება ამ შემთხვევაში. ასევე თქვა მოვა, როდესაც მხოლოდ და მხოლოდ ჩემი სიტყვა სწორი სხვისას არავისას არ გავითვალისწინებ, ეს მიდგომაც ძალიან მალე დასრულდება. აი აქ ესეთი მესიჯები მოდის თქვენთან და ეს ძალიან სწორი იქნება ამავდროულად. თქვენ გაქვთ იმისი ძალა, რომ უბრალოდ ისწავლოთ მიმღებლობა სხვა ადამიანების რჩევისა, თუნდაც ხო იქნებდა სასიკეთო რჩევას გაძლევს ადამიანი. არ არის აუცილებელი, რომ ყველა მეორე ადამიანის რჩევა გაითვალისწინოთ, მიიღოთ თქვენ ცხოვრებაში, დანერგოთ, ასე ვთქვათ, როგორც ძალიან ისეთი პრაქტიკა, მაგრამ აი ნახეთ, რაზეა საუბარი, თქვენი მერყეობა. როდესაც არ იცით, რომელი მიმართულება უმჯობესია თქვენთვის, რა თემას ეხება, ეს ძალიან კარგია, რომ გავიგოთ, იმიტომ რომ გაგვიადვილდება გადაწყვეტილებების მიღება, ეს ეხება თქვენს უმოქმედობას. სათანადო დონეზე არ მოქმედებთ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გეძლევოდეთ შანსები, ძალიან ისეთი სხვათა შორის მრავალფეროვანი არჩევნის სახით, მაგრამ თქვენ არ მოქმედებთ სათანადოდ, თქვენ თითქოს და გეზარებათ რაღაცა, აქ მერწყულის ენერგეტიკა წამოვიდა უეცრად, არ ვიცი, შეიძლება ასე არც არის, მაგრამ ძალიან ზუსტად მოდის აქ მერწყულის ენერგეტიკა. გვინდა რაღაცა პროცესი, გვინდა სიახლე, მაგრამ გვეზარება, სათანადო მოქმედება. ამაშია საუბარი. და რაც გაქვთ, გაკმაყოფილებთ, მაგრამ თქვენს თავს იმხელა პოტენციალი ტრიალებს, ანუ ეთესი გარემოს შექმნის, ასე ვთქვათ, თქვენივე ხელით, რომ ამას ვერც კი წარმოიდგენდით. წარსული ტრამვა, ღალატის მომენტი კონკრეტულად თქვენს წარსულში ასევე მოქმედებს ფინანსურ ენერგიაზე. ეს არის ტრამვა, რომელიც გაქვთ დაუმუშავებელი, ანუ თქვენი ძალებით ვერ გადაამუშავეთ ეს მომენტი, ხო, როგორ შეიძლება რომ ვიღაცამ თქვენაირ ადამიანს უღალატოთ, იმიტომ რომ თქვენ ხო ძალიან ბევრი ჩადეთ ამ ადამიანში, ვისაც ახლა ვსაუბრობ. თუმცა აი ამ ღალატის სიტუაციამ და გულგატეხილობის მომენტმა ასევე წაიღო თქვენგან ფინანსები და მოკლა კონკრეტულად ის, ანუ ფორმა შეუცვალა თქვენს დამოკიდებულებას ადამიანების მიმართ, ეს იყო ნდობა, ეს იყო მინდობა, ასე ვთქვათ, თქვენ ახლა, როდესაც ურთიერთობაში ხართ, შიშები ძალიან მალე ცოცხლდება თქვენს გარშემო და სწორედ ეს შიშები გმართავენ. აი დააკვირდით, ჩემო კარგებო, ეს არის ნეგატიური ენერგიები, არასასურველი ენერგიები. აი ამას ვსაუბრობდი, როდესაც მე თავიდან ვერ გავაჟღერი, რომ თქვენ ხართ ჩაკეტილი ემოციურად. წარსული ცუდი გამოცდილების გამო. გასაგებია ძალიან მალე მოდის, როგორც გითხარით, მესამედ განმეორდა, სამ დროში კონკრეტული ცვლილება ძალიან სწრაფი, ეს იქნება რადიკალური გარდატეხის პერიოდი თქვენს ცხოვრებაში, სრულდება აგრესია, ენერგიები, რომელიც დესტრუქციულია, რომელსაც ვერ მართავდით, პროტესტები,
აი ძალიან ღრმად ჩაილექება ეს თქვენს ცნობიერში, მაგრამ ესეც არ არის კარგი, იმიტომ რომ ეს უნდა გადამუშავდეს იმისთვის, რომ თქვენში არ გაიღვიძოს სამომავლოდ, ასე ვთქვათ, როგორც მენტალურმა პრობლემამ, ხო? და ის მომენტი, როდესაც თქვენ ფუფუნებას მიესწრაფოდით და გინდოდათ, რომ ყველაფერი გქონდათ, რაც გინდათ, არ გინდათ, აი მას რო აქვს ვიღაც სხვა, ხო, მეც მინდა, აი ეს სიტუაციაც ერთგვარად სრულდება თქვენს რეალობაში და სამომავლო პერსპექტივაში მოდის კონკრეტულად ბალანსის მდგომარეობა. ანუ ეს რა არის, ხო, მოცემულობა, როდესაც თქვენი შეხედულებები, თქვენი მიდგომები, თქვენი სურვილები არის ბალანსში, ხო? ეს არ არის რაღაც გადაჭარბებული მოთხოვნები, ფუფუნება, როდესაც ყველაფერი უნდა ადამიანს რაც აქვს და არა აქვს, ასე ვთქვათ, საჭიროების მიხედვით, ხო? ჭირდება თუ არ ჭირდება. თქვენ გადადიხართ ბალანსის მდგომარეობაში და ეს არის არაჩვეულებრივი. კიდევ რა სიტუაცია შემოვა თქვენთან, როდესაც თქვენს მიერ დაგეგმილი კონკრეტული მოქმედებები წარმატებით განხორციელდება პრაქტიკაში, ისევ და ისევ ბალანსის მდგომარეობის დაცვით. თქვენ რა უნდა მოიმოქმედოთ ამისათვის, ესეც გავიგოთ. თქვენი მხრიდან რა მოქმედებაა საჭირო, სიტუაციები უნდა გააკონტროლოთ, როგორც მეფემ, ეს არის კვერთხების მეფე, რომელსაც ექვემდებარება პროცესები, რომელიც მის წინაშე მიმდინარეობს. თქვენ არ უნდა გამოგეპაროთ არც ერთი მოვლენა, რომელიც თქვენს ცხოვრებაში წარიმართება. ასე ვთქვათ, მე მაინც ვერაფერს შევცვლი და ხელი ჩავიქნიოთ, ეს მიდგომა დაივიწყეთ, იმიტომ რომ აქ უნდა იყოთ კონტროლიორი თქვენს ცხოვრებაში მიმდინარე პროცესებისა და ასევე სხვა ადამიანებისაც კი, რომელთაც თქვენთან აქვთ შეხება, ანუ შემხნებლობა პირდაპირ ურთიერთობაში, რომლებიც იმყოფებიან. თუ ასე არ მოიქცევით, დიდი ალბათობით მოსალოდნელია კიდევ გულის გატეხვა, ეს არის მენტალური პრობლემები, რომელიც უკვე სიღრმისეულ დონეზე არის ჩამჯდარი თქვენს ცნობიერში და ამაზე მუშაობა არის ურთულესი პრაქტიკოსისთვისაც კი და თქვენთვის უბრალო ადამიანები თუ მიყურებთ, აქ ხომ წარმოგიდგენიათ რა დონის სირთულეებს შევეხებით, ასე რომ კონტროლი აუცილებლად და სამომავლო პერსპექტივაში მოდის კონკრეტული მოვლენა და რა მოვლენაზეა საუბარი კიდევ დამატებით. ეს იქნება კონკრეტულად ის სიტუაცია, როდესაც თქვენი უმოქმედობა, როგორც გითხარით, მე უნდა ვიჯდე და ყველა მხრიდან ყველაფერი მოდიოდეს ჩემთან, ეჭვიანობა, დაბალი თვითშეფასება, გამფლანგველობაც, ასე ვთქვათ, არასასურველი ხარჯები, როდესაც ადამიანი ფულს ხარჯავს არაცნობიერად, ანუ იმპულსურად და როდესაც ელოდება სამომავლო პერსპექტივაში კონკრეტული მოვლენის მოსვლას, მაშინ როდესაც ის არაფერს არ აკეთებს, უბრალოდ ზის და ელოდება ამ ყველაფერს, ხო? აი ეს სამი უმნიშვნელოვანესი ნეგატიური მიდგომა დაგტოვებთ ძალიან მალე და თქვენ დაიწყებთ უკვე რეალურად ნელ-ნელა პატარ-პატარა ჩართულობით, ასე ვთქვათ, თქვენს სამომავლო ზრდაზე და თქვენს კლიერულ ზრდაზე ორიენტირებას თქვენ უკვე მოქმედებით განახორციელებთ. ამას არა თუ ვიჯდე და ველოდებოდე, ვინ რას მომიტანს და თვითონ რა მოვლენები მოვა, ხო, უფლის, ასე ვთქვათ, წყალობით ეს ძალიან ისეთია ხოლმე გავრცელებული. აი უფალს რაც უნდა ისე მოხდება, რომელ უფალს რაც უნდა, ჩემო კარგო, თქვენ თუ არ გაინძერით და თქვენ თუ არაფერი გააკეთეთ, რომელ უფალს უნდა რომ თქვენ ასეთ სიტუაციაში იყოთ, ხო? ეს არის გამორიცხული და ეს არის არასწორი ანომალიური მიდგომა. თქვენ ამ მიდგომას მიხვდებით, რომ ეს არ იყოს სწორი, თქვენ შეიცვლებით და დაიწყებთ უკვე თქვენივე ხელით აქტიურად მუშაობას თქვენი პროგრესისთვის. ბოლოს რჩევა სამყაროსთან დავიშალოთ. რა თქმა უნდა, ნახეთ, აი აქ არაჩვეულებრივია პირდაპირ, არაჩვეულებრივი თქვენ ნამდვილად გაქვთ იმის შესაძლებლობა, რომ თქვენივე ხელით, ეს არის მაგის არკანი, ყველაზე მისტიური და მრავალი გაგების მეტარებელი არკანი, თქვენ თქვენივე ხელით გაქვთ იმის უნარი, რომ შექმნათ რაღაც საოცარი, რაღაც მაგიური, ძალიან მარტივად ნაკლები ენერგიის დანახარჯით თქვენ გაქვთ კრეატივი საკმარისი იმისთვის, რომ გამოიყენოთ, ასე ვთქვათ, ხერხი ჯობია ღონეს და რაღაც ესეთი მიდგომები, რომ გამოიყენოთ, თქვენ ნამდვილად გაქვთ ამისი პოტენციალი და ძალიან მალე ეს არის უსწრაფესი ამბავი, თქვენთან მოდის გენიალური იდეები, სამოქმედოდ, ეს იქნება, ასე ვთქვათ, მესამე თვალის გახსნას, რო ვიცახით ხოლმე, ცნობიერის მთლიანად გახსნა, ანუ სამყაროსგან მიიღებთ მესიჯებს, შეიძლება ესეც არის უკვე დასაწყისი
ვინც აი ამ ვიდეოზე ხართ ახლა და გაქვთ იმისი უნარი, რომ როდესაც ადამიანი დებს ინფორმაციას ბოლომდე მოისმინოთ და თქვენთვის როდესაც არის სასარგებლო მინიმუმ არ გადაახვიდოთ და რაღაც სასაცილო ვიდეოებზე არ გადაერთოთ, ხო თქვენთვის იხსნება ცნობიერი, ეს არის ყველაზე მთავარი, თქვენ დაუკავშირდებით თქვენს უმაღლეს მეს და მისგან უკვე მოვა რეალური სამოქმედო გეგმები. მოდი ერთად გაჩვენებთ, რომ ძალიან ისე კარგად ხილვადი იყოს ეს ყველაფერი. არაჩვეულებრივი პროგნოზია, ხო? არაჩვეულებრივად ეს არის რჩევა იმისა, რომ თქვენ გაქვთ ნამდვილად იმის უნარი, რომ ეს საოცარი მოვლენები შემოიყვანოთ თქვენს რეალობაში. თუ თქვენ თავში ვერ პოულობთ ამ მიზანს და ამ უნარს, თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ პრაქტიკოსის დახმარება. მე სწორედ ამისთვის ვარ აქ, ეს შეიძლება ამასაც ნიშნავდეს კონკრეტული ადამიანებისთვის, ვისაც თვითონ არ შეგიძლიათ ეს ყველაფერი, ან უბრალოდ გონიათ რომ არ შეგიძლიათ და გჭირდებათ ძალიან სწრაფად შეგიძლიათ დახმარებისთვის მომმართოთ აუცილებლად, იმიტომ რომ teamwork-ი, ანუ ჯგუფურად ერთი შემართებით მუშაობა თქვენთვის ასევე უდიდესი წარმატების მომტანი არის, ამაზეა საუბარი. თუ მარტო თქვენით ვერ მოახერხებთ, იმიტომ რომ ყველას ერთ ვარიანტში ვერ მოუხარშავ, რა თქმა უნდა, თუ თქვენ არა გაქვთ ამისი უნარი, რომ თქვენივე ხელით განახორციელოთ ეს, მაშინ უნდა დაიხმაროთ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ძალიან ზუსტად და მიზანმიმართულად დაგეხმარებიან თქვენს საბოლოო მიზნის განხორციელებაში. არაჩვეულებრივი გაშლა იყო, ვფიქრობ, ძალიან გასაგებია ყველასთვის, ვინც მიყურებთ. თქვენ ნამდვილად გაქვთ იმისი ძალა, რომ გადააბიჯოთ აი ამ ნეგატიურ ჩვევებს, მავნე ჩვევებს, უმოქმედობას, მოლოდინს, რომელიც არ არის რეალური და გადახვიდეთ აქტიური მოქმედების ტალღაზე, ხო? უკვე აქტიური მოქმედებით თქვენი ჩართულობით ყველაფერს შეძლებთ აუცილებლად.